მოგესალმებით, მე თამია ვარ და მოდით ერთი დღე გაატარეთ ჩემთან და ჩემს რესპონდენტთან ერთად ნიუ-ჯერსიში. დღეს გაგაცნობთ ტრაილერ მძღოლ გოგონას და ერთად გავიგებთ ნათიას ემიგრაციის ისტორიას, ამიტომ გამოვყევით. დავიბადე 1990 წლის 28 აგვისტოს, ქალაქ გაგრაში. 5 წელია რაც დავტოვე სამშობლო და ჩამოვედი ამერიკაში. მე ვარ ნათია რეხვიაშვილი და დღეს ვარ თამიას სტუმარი, რომ მოგიყვეთ ჩემი ისტორია. ნათია, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი და ასევე ხარ მასპინძელი. მადლობა შენ სტუმრობისთვის. კი და ძალიან საინტერესო გარემო არის და ერთი სული მაქვს, რომ აყურებელს მოვუყვეთ შენი ისტორია. და დავიწყოთ სულ თავიდან. როგორი იყო შენი პირველი დღე, როდესაც ჩამოხვედი ამერიკაში? მადლობა პირველ რიგში, რომ დაინტერესდით ჩემით. ჩემთვის დიდი პატივია შენი სტუმრობა აქ. მიხარია, რადგან ეხლა ვიწყებთ და ესეთი ლამაზი სტუმარი რომ ყავს, ძალიან მიხარია. ლამაზესი ხარ, მართლა არ შემიძლია არ აღვნიშნო. რაც შეეხება ჩემს მოკლედ ამერიკულ ცხოვრებას, დაიწყო პირველად ჩამოვედი 2017 წელს. მაგრამ არ ვიყავი მზად დასარჩენად, რომ დავჩენილიყავი და გამოგზელებინა აქაური ცხოვრება, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში. ყავშვილი, მაშინ ნიკოლოზი 9 თვის იყო და შემდეგ ჩამოვედი 2019 წელს უკვე დავემშვიდობე, ანუ დაუმშვიდობებლად არ შემეძლო დარჩენილიყავი 2017-ში. და რა ხდება 2019-ში? 2019 წელს ჩამოვედი უკვე უშუალოდ და გადავწყვიტე აქ დამეწყო ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მაინც დამოუკიდებელი ვიყავი, მაინც აქ სხვა ცხოვრება იყო მოკლედ. ჩამოხვედი ამერიკაში, დაიწყე სრულიად ახალი ცხოვრება და დაგხვდა ვინმე და რა იყო შენი პირველი სამსახური? ნიუ-იორკში მაგალითად არავინ არ მყავდა საერთოდ, დამოუკიდებლად მინდოდა ეს ყველაფერი გამეკეთებინა. ამიტომ ნიუ-იორკიდან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ამერიკული. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყო ძალიან კარგი ჟურნალისტი, სპორტსმენი, მედიცინის წარმომადგენელი, აქ მაინც ნულიდან, ასე თუ ისე ნულიდან გიწყებს დაწყება. შესაბამისად, არც მე არ ვიყავი რაღაც განსხვავებული შემთხვევა, არც მე არ მქონდა და ამიტომ დავიწყე. პირველი იყო დალაგებით. იყო უზარმაზარი სახლი, ძალიან ბევრი 4-5 სართული იყო და მიწევდა თან გამოცდელი ვიყავი ცხოვრებაში, ეს სხვისი სახლი არც არ დამილაგებია. და ძალიან რთული იყო, იმდენად რთული იყო, რომ ფიზიკურად კუნთები ყველაფერი მტკიოდა და აი ესე კიბეებზე, აი გულახდილად ვიძახი, 4 თავდიოდი, რომ ავსულიყავი. ძალიან გამიჭირდა ერთადერთი мотиваცია, რაც მქონდა ჩემ თავს ყოველთვის დღემდე. აი დღემდე ჩემ თავს თუ კი რაღაცაში გამიჭირდება და ფსიქოლოგიურად ვეცემი, ყოველთვის ვიხსენებ, რომ მიდი ნათია ნიკოლოზისთვის და ესე ავდიოდი ამ კიბეებზე რა, მიდი ნათია ნიკოლოზისთვის და ასე შემდეგ. ძალიან რთული იყო. შემდეგ გადავედი რამოდენიმე დღის მერე ვცადე ბავშვებთან ურთიერთობა. აღმოჩნდა, რომ ის ბავშვი, ვისთანაც უნდა ყოფილიყავი, ზუსტად ჩემი შვილის ასაკის იყო. და ყოველ დღე ვტიროდი, ოჯახს ძალიან მოვწონდი, შემომთავაზეს ხელფასის გაზრდაც, არ ვიცი, ეს მანქანა გამოიყენე, ის მანქანა, მაგრამ ემოციურად არ შემეძლო გაჩერება, ამიტომ ბავშვებთანაც რამოდენიმე დღეში წამოვედი და დავიწყე ოჯახში მუშაობა ბებიასთან, გავჩერდი, ანუ ყველა სამსახური ვცადე. ვიყავი ბებიასთანაც, ვიყავი ამერიკაში მცხოვრებმა იციან, დორდაშიც ვცადე, უბერი, რასაც ქვია, მანდაც ვიყავი. ოჯახში გატარებული პერიოდი არ ვიცი, ბევრს უმართლებს და მოხვდებიან ისეთ გარემოში, სადაც შედარებით კომფორტულად არიან, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ძალიან სტრესული იყო. რატომ იყო ესეთი სტრესული? სრულიად შეზღუდული მქონდა თავისუფლება, აი სრულიად შეზღუდული.
ვერ მივირთმევდი საკვებს მაშინ როცა მინდოდა, ან რაც მინდოდა, ჩემი თანხითაც რომ მეყიდა, ვერ ვახერხებდი ამას. შხაპის მიღებაზეც რომ ძალიან ჩუმად და ესე ვიღებდი შხაპს. მოკლედ ძალიან სტრესული იყო იქ გატარებული პერიოდი. რამდენი ხანი იყავი ამ გარემოში? ესე იგი 2020-დან 2022 წლამდე სანამ ტრაილერზე წავიდოდი 2 წელი მუშაობდი ოჯახში ისე რომ არ გამოდიოდი საერთოდ შეგნებულად. საერთოდ არ გამოდიოდი, საერთოდ გამოდიოდი, მხოლოდ გავდიოდი დასვენებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მჭირდებოდა დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ან რაიმე ისეთი რაც აუცილებელი იყო რომ უნდა წავსულიყავი. რატომ გადაწყვიტე ასე რომ გაგეკეთებინა? ანუ განტვირთვის საკუთარი თავისთვის რომ ფაქტობრივად არ გქონდა, არ დაიტოვე და რატომ? არ ვიცი, ჩემ თავს ვჯიდი რა. ეხაც ესე ვარ, შედარებით ცოტა თლად ესეც აღარ არის, მაგრამ მაშინ ძალიან ვჯიდი ჩემ თავს შვილის გამო. იმიტომ რომ დანაშაულის გზნობა მქონდა, რომ დავტოვე დანაშაულის გზნობა მქონდა, რომ დავტოვე ნიკუშა და ჩემ თავს არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ სადმე ან მეგობარი და ქალი და ასე შემდეგ მენახა, წავსულიყავი კაფეში, ყავა დამელია, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ამ დროს ახლა მე რო ვიცინი ვარ და აქ ან შოპინგობ, ან ყავას მივირთვევ, ამ დროს ნიკოლა შეიძლება სიცხე აქ ტირის თან ჩემი შვილიც ძალიან ემოციურია, მე მგავს. სამწუხაროდ მაგ საკითხში მე მგავს და ძალიან განვიცდიდი, არ ვაძლევდი თავს მაგის უფლებას. კომუნიკაციას ამ დროს ბავშვთან ჩვეულებრივად ახერხებდი, ხომ ასე არის? მქონდა შეზღუდული ამ სამსახურში კომუნიკაცია, ტელეფონთან ურთიერთობა და ამიტომ ხშირად ვიმიზეზებდი საპირფარეშოში გასვლას და 5 წუთით, 10 წუთით ვესაუბრებოდი ბავშვს. თუმცა მთელი ეს პერიოდის განმავლობაში, ამ პერიოდის განმავლობაში არასდროს არ მიგრძნობინებია ან ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ან ჩემი შვილისთვის, რომ აი არასდროს დედაჩემი მაგალითად ეხლა იგებს, უბრალოდ იმიტომ რომ ყველა უნდა ანერვიულო ადამიანი ვერ რითი დაგეხმარება, ხო, რა თქმა უნდა გაგამხნევებს, ასე შემდეგ, მაგრამ არ ვეუბნებოდი. არავის ზოგადად. და ჩემი აზრია ეს არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ოჯახში მუშაობა თუ ძლიერი ფსიქიკა არ გაქვს ადამიანს და ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ხარ, არის გზა თვითკვლობამდე რა, იმიტომ რომ ძალიან რთულია რა, აი ძალიან რთულია. რეალურად შეგეძლო, რომ შეგეცვალა სამსახური და თუნდაც გეპოვა სხვა ოჯახი, რატომ არ გააკეთე? ანუ 2 წელი გაატარე იმ ოჯახში აი ესეთ რთულ პირობებში. რო ჩამოვედი ამ ქვეყანაში და დავდგი და გადავწყვიტე, რომ მე უნდა ვიცხოვრო აქ. მარტო არ ვიცხოვრებ, ჩემი შვილი უნდა იყოს ჩემს გვერდით, ჩემი ოჯახი. შესაბამისად, რა უნდა გავაკეთო ამისთვის? უნდა მოვაგვარო საბუთებთან დაკავშირებული საკითხი, რომ რაც შეიძლება ჩემი შვილი ჩემთან იყოს ძალიან მალე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ზედმეტი დრო ჩემი თავისთვის არ მიმეცა, ზედმეტი თავისუფალი დრო, ამიტომ მაქსიმალურად 24 საათი მინდოდა რომ მემუშავა. და პირველი რის გაკეთებაც უჭირდებოდა ეს იყო დოკუმენტების მოგვარება და ჩამოსვლდა წელიწად, ზუსტად წელიწად და 3 თვეში ჩავედი საქართველოში. ძალიან მინდა რომ ჩვენი ინტერვიუს მეორე ნაწილი გავაგრძელოთ ტრაილერში და წავიდეთ. წავედი მე და დაგიბრუნდებით. აუ ძალიან მომწონს. კაია. ჩემი გადაცემის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი ემიგრანტებს თავაზობს მათზე მორგებულ დისტანციურ მომსახურებას. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ გახსნათ ანგარიში და მარტივად მართოთ თქვენი ფინანსები. ეწვიე ვებგვერდს Migrants-ში, დატოვე მონაცემები და გაიარე უფასო კონსულტაცია შენთვის საჭირო საბანკო პროდუქტებზე.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით შენს ერთ-ერთ ტრაილერში და მაინტერესებს რატომ გადაწყვიტე გამხდარიყავი ტრაილერის მძღოლი. გადავწყვიტე, რომ გამხდარიყავი ტრაილერის მძღოლი, ვიმუშავებდი 24 საათიანი რეჟიმით, კვირაში 7 დღე, თვეში 30 დღე. გამოვიმუშავებდი თანხასაც და ეს იყო ოჯახში მუშაობის შემდეგ მეორე ან სხვა კიდე არ მახსენდება სხვა 24 საათიანი სამსახური გარდა ამ ორისა. მანამდე არასდროს არ მჯდარო ვარ, არც მე მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მე მიყვარდა მანქანისტარება და მქონდა შეხება და ვიცოდი რაღაც ნაწილები და ასე შემდეგ, მაინც შემთხვევაც ახალი იყო. პირველად როცა ვახსენე, რომ უნდა გამხდარიყავი მე ტრაილერის მძღოლი, ვისთან ახსენე? ყველასთან, ვინც ახლობლები, ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, მეგობრები და ასე შემდეგ, იმედი არავის არ ეწყინება და არც უნდა ეწყინოთ, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე. ყველა მაი ესე ძალითითი დამცინა, ვაჰაჰა და რაღაცა, რომ რა ტრაილერს კაი რა, ხო, მეთქი აი ჩავიცომ ტყავის შაროას, აიქ სტალონეს და იმებს გამოვიკრავ თქო და იყოს ესა, ვიღადაო. ხო, აბარა. და ესე ვიქნები თქო რა და ხუმრობდი რა თქმა უნდა, მაგრამ არავინ არ დამიჯერა. ოჯახის წევრები, მაგალითად მშობლებისგან იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ ძალიან ნერვიულობდნენ, ბუნებრივია, მნიშვნელობა არ აქვს, შვილი, ქალია თუ ბიჭი ყავს თუ გოგო ყავს, უბრალოდ როგორც მშობელი ნერვიულობ ხო მანქანაზე ამდენი ხანი გზაზე, მაგრამ არავის ჩემ მშობლებს არ უთქვამს, რომ აი არ გინდა და იმიტომ რომ იციან ჩემი ხასიათი. როგორი იყო პირველი რეისი? ურთულესი. მივდიოდი დაღმართზე, იყო უღელტეხილი, ვიყავი ძალიან მძიმე, რა წონაზე საუბარი იცი, ჯამში რომ 35-40 ტონა რო ხარ, ვერაფერი ვერ გააჩერებს ამ მანქანას, როცა მიდიხარ დაღმართზე სიჩქარით. და ესეთი ინსტინქტი ერთობა ადამიანს, ხო, აი რაღაცა სახლი რო იწვის და უცებ ინსტინქტურად რო ფანჯი დახტებია, მაგ დროს ვერ აანალიზებ ალბათ რა ხდება და ეგ მომენტი ჩამერთო, ვერ ვაჩერებდი მანქანას და აი უბრალოდ მინდოდა რომ ეხა კარებს გავაღებ და გადავხტები. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი, სუსველი ვიყავი ნერვიულობისაგან. მაგრამ ნელ-ნელა ჩემ თავზე ვიმუშავე ბევრი. ასევე იყვნენ ადამიანები, ვისაც რჩევას ვიღებდი ამ სფეროსთან დაკავშირებით და ნელ-ნელა გადავლახე ეს პერიოდი. თუმცა ეხლა ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ძალიან რთული იყო, მართლა ძალიან რთული იყო. არც მჯერა როგორ მოახერხა ამ გოგო, მართლა მე თვითონაც მიკვირს რაღაცეები მარტო. მაგრამ ვიცი, გამოვიდა შევცელი. მინდა წარგებგინოთ ჩემი გადაცემის სპონსორი ბოქსეტი, საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც საქართველოდან ამერიკის ნებისმიერ შტატში და მსოფლიოს ყველა წერტილში ახორციელებს ამანათების გაგზავნას. ასევე უკვე აქვთ ძალიან მაგარი სიახლე ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის, რადგან დაიწყეს პირადი გზავნილები საქართველოდან მთელს ამერიკაში და რაც მთავარია, ყველაზე მოკლე დროში, ბიუჯეტურად და კარამდე მიტანით. ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც მიგიღია კოლეგებისგან და ასე რომ ვთქვათ, გამოიყენე ეს რჩევა და შენ თვითონაც რას ურჩევდი დამწყებ ტრაილერის მძღოლებს? ამ სფეროში ყველაზე მთავარი არის უსაფრთხოება და ესე ინგლისურად ესე იძახიან safety is the number one. მე აქ მართლა თავისუფლად გრძნობდი თავს. თავისუფლად საუბრობდი ჩემს ოჯახის წევრებთან, შვილთან, მეტი დრო მქონდა მასთან საუბროდ. მივირთვევდი საკუთს, როცა მინდოდა ცას უყურებდი, გზას უყურებდი, მუსიკას უსმენდი ბოლო ხმაზე და როცა მინდა ვაჩერებდი, როცა მინდა დავდიოდი და ბოლომდე თავისუფლად გრძნობდი თავს და იყვნენ ადამიანები, რა თქმა უნდა, ვინც გაკრიტიკებს და ასე შემდეგ, ეს ბუნებრივია, ნორმალურია. და ბევრმა მათგანმა ვერ გაიგო, რომ აი როგორ შეიძლება იყოს ტრაილერის მძღოლი თავისუფალი ან ასე შემდეგ. რთულია, როცა ის გზა არ გაგავლილი, სხვა გააკრიტიკო. ჩემთვის მაგალითად იმ სფეროდან, რა სფეროდანაც მე წამოვედი, თავისუფლებაზე მეტი იყო. მე მართლა ბედნიერი ვიყავი, ტრაილერი მე
ძალიან ბევრ ამაში დამეხმარა და როცა გავხვდები, არ ვიცი, 70-80 წლის, მე ძალიან დიდი სიყვარულით გავიხსენებ იქ გადარებულ წლებს. ყველაზე გრძელი რეისი. ყველაზე გრძელი რეისი, ესე ერთი აღებული რეისი დაახლოებით 3000 მაილი იყო, 3000 მაილი კილომეტრებში არის დაახლოებით 4800 კილომეტრი. თუმცა ესაც არ სჯეროდათ, რომ დავდიოდი, მაგრამ არა უშავს. თავიდან სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი რაღაც არ სჯეროდა. ჯერის რომ არა, ეგ მარტო არ დადის, არ არსებულია ვიღაცა ყავს. მე როგორღაც მიხვნე, რომ დავდიოდი. მე რაღაც ჯაჭვების გაკეთება მომიწია, არა ვიღაცა დაეხმარა და საბოლოო ჯამში როგორც იქნა ეს ხალხი დარწმუნა რომ მართლა ჯაჭვები გულისხმობ საბურავებზე საბურავებზე და ბევრი დეტალი იყო რის გამოც ხალხი ეძებდა რაღაცა ზოგიერთი მათგან უმრავლესობაზე არ მაგ უმრავლესობისგან ძალიან დადებითი და სითბო მოდიოდა, მაგრამ იყვნენ ვიღაცები, ვინც მაგალითად ცდილობდნენ რომ არა რეკლამა ხო ეს თავარი რეკლამას აკეთებს და არ დადის. იმიტომ რომ თვითონაც არ სჯეროდათ როგორ შეიძლება ამის დრო კონდეს, მაგრამ ვახერხებდი. მე რეალურად არაფერ რეკლამას არ ვაკეთებდი, რეალურად მართლა მუშაობდი და პლუს ამას რა თქმა უნდა ვიღებდი რისის საშუალებაც მქონდა. ხოდა მეგობრებო ნათია დამპირდა რომ კიო შენცო გაატარებო და დაგეხმარებიო რომ ისწავლო და ჰა დავაი ცადოთ გავცოლოთ ადგილები მოდი სიჯოთ დავაი ჯახეთ მოდი კაი გადადი ეგა ოპა ახლა რა შვებით კი ბატონო ეგ არის. ეხლა გას დააჭირებ. ფეში ჩააგდე. უბრალოდ თით დავაჭირო? კი. სიჩქარეში ჩააგდო. ოპა, ვაიმე. კაი, დააჭირე გას. გას დავაჭირო? თუ აღუშეჯეტორმ. წავედით. რეისში მივდივარ. წარმომწონს. მართლა რა მაგარია. ეხლა რა ვქნა? წინვია რა? მოაბრუნოთ? დაატრიალე? ანუ ეს კუდი ახლა უკარამეს ხო არ გაედება? არა. ანუ ეს მომყვება. მოყვება. ნახე იქ მუხურებს სარკეში. მეგობრებო, მართლა ძალიან, რა ვიცი, ექსტრემალურია ამ ეტაპზე. კარგია, შენიერია, სუპერი. მე ვარ მე მგონი, შეხა, ახლა გახსენი სკოლა. პირველი მოწაფე ვარ. პირველი ხარ შენ. ესეთი ულამაზესი გოგონა. ხოდა ძალიან კარგი ენერგიებით გავხსენით შენი სკოლა. ნათიას სახელი როგორ არის შენი სკოლის და რას ასწავლე? აი უფრო კონკრეტულად ჩვენს მაყურებელს რა ვუთხრათ? სახელი არის NA CDL, NA ნუ ჩემი სახელი ნათია და CDL არის Commercial Drive License, ანუ კომერციული მართვის მოწმობა. ვასწავლი აი ამას, როგორ უნდა მართოს მანქანის აღწერილობას მთლიანად, რომ ჩააბარონ პრაქტიკული გამოცდა. ეხლა შეეცადე რომ მოაბრუნო მარჯვნივ. თამამად ნუნერვიულობ. გავაჩერე! გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო. ძალიან მომწონს. მე აქ ჩემი. მარტო იყო რეისში, ნამდვილად არ არის მარტივი. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ძალიან შეგშინებია. სიეტლში ვიყავი, ვაშინგტონის შტატში. და მომიწია გაჩერება უკვე ადგილას, სადაც ტვირთი მივიტანე და ძალიან ცოტა ისეთი ფილმებში რო გინახავს მაგალითად რაღაცა ცოტა უკაცრიელ ადგილას, რაღაც გეტო და რაღაცა ესეთა, არ იცი, როცა მოძრაობ, არ იცი სად რა ადგილი შეგხვდება და ღამე როცა გავაჩერე, რამოდენიმეჯერ კარებზე მომიკაკუნეს და პირველად მაშინ იყო რომ კარები დავაბი, ეგრეთ წოდებულად სტრაპები, ანუ კამარი, ორივე კარი დავაბი, რომ კარების გაღება ვერ შეეძლოს. თუმცა ასეთ რო შეუძლიათ მაგალითად მინა ჩაამტრიო. მოვიღე ჩაქუჩი, დავიდე, ასევე დანა ჯაყვა ყოველთვის ბალიშის ქვეშ მედო და თან ვატარებდი pepper sprays. ყოფილა ესეთი შემთხვევები, მაგრამ რაც არ კულავს გვაძლიერებს. ეგ ამბავია.
ნათია, როგორც ვიცი, აღარ ხარ ტრაილერის მძღოლი და დღეს რას აკეთებ? გაგვიზიარე. შენი დღევანდელი დღე და სად ვართ ახლა? დავასრულე ჩემი კარიერა, აღარა ვარ სატვირთოს მძღოლი, მაგრამ დავრჩი ამ ლოჯისტიკურ სფეროში და დავიწყე მენტორობა, მოკლედ ვასწავლი ადამიანებს, როგორ უნდა აიღონ მართვის მოწმობა. ნუ არა მარტო ვასწავლი, არამედ მოტივაციის სასამაღლებელი კურსებიც მაქვს მართლა, იმიტომ რომ გულახდილა და გულწრფელად რო გითხრა, აქ მოდიან პირველ დღეს ძალიან შემართებით მე უნდა ავიღო მართვის მოწმობა და პირველ დღეს რო ეს ინფორმაცია აქვს, რომ ამდენ ნაწილს რა ისწავლის, ანუ მამაკაცებს არ აქვს პრობლემა ნაწილებზე, მაგრამ ინგლისურად ამის თქმა გულახდილად გეუბნები, მართლა არ ვაჭარბებ. პირველ დღეს გარბიან და ესე ვიჭერო, არა მოიცა, არა შეძლებ, იმიტომ რომ როგორ, აი მე თუ შევძელი ყველა შეძლებს, რატომაც არა. გელოდებით მეტი რაღაც შეგვიყვანე, ხო, შეგნით და თან დაგვათვალიერებინე. შენი პატარა კაბინეტი გაქვს თან. მოდი. წავედით. რა ხდება, სად შემოვედით? ეს არის შენი ხელით არის თან ყველაფერი გაკეთებული, აუცილებლად უნდა უთხრათ ეს ჩვენს მაყურებელს და კადრები გაგვიზიარე. აუცილებლად რეკორდულ დროში აქ საშინელება იყო. და რაც ჩამესა ყველაფერს ვაკეთებდი. მალი არის, ღებოა, ვისაც გინდათ მომსახურება, დავიკავშირდით ნომერზე. ვისაც გაშპაკლა ყველაფერი, ავეჯიც მოკლედ, რა თქმა უნდა, დამეხვარნენ მეგობრები და ძალიან კარგი ადამიანები. შემიძლია მათ თუ შეიძლება ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი შენი ეთერით, იმიტომ რომ ეს ადამიანები რომ არა, სულ მარტო მართლა ფიზიკურად ყველაფერს ვერ გავაკეთებდით. მე დარწმუნებული ვარ, ალბათ ერთ წელში ან ორ წელში ჩამოვალთ და მე კიდევ ნახავთ, რას დაგვახვედრეთ. ეს არის ზღვაშეწყვეტი, ეს არის დასაწყისი, უბრალოდ რომ აი ხვალ ვიღებ პირველ ნაკადს. სახედავ საკუთარ თავს, საკუთარ აი ამ ბიზნესს, ესე რა ვთქვა, სახედავ წლების შემდეგ. ძალიან შორეული მიზნები მაქვს და აქ ხედავ ამერიკაში, მაგრამ არ ვიცი, ამაზე არ მინდა ახლა ლაპარაკი, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი მიზნები და ოცნება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთადერთი ოცნება მაქვს ცხოვრებაში და ამ ოცნებამდე მივდივარ აი ეს არის ზღვაში წვეთი, ეს არის დასაწყისი იმ ყველაფრის რისი გაკეთებაც მინდა და რა თქმა უნდა ამ სფეროში ვარ უკვე და გავაგრძელებ ამ სფეროს და იმედია სხვა სფეროსაც შევეხები ალბათ, ნახოთ. ჯერ. გავიდეთ. ეს ჩემი კაბინეტია. ამჯერად რო აქ ვარ, ანუ ამჯერად რო ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდება, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ეს გზაი, ძალიან რთული და აქ მაქვს აი ჩემი შვილის ფოტო, რომელსაც სულთან დავაწერებ. ნიკუშა, ეს ადამიანი არის ჩემი мотиваცია. ყველა ადამიანს ჭირდება мотиваცია ცხოვრებაში და ჩემი ერთადერთი мотиваცია არის ნიკოლოზი. მისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ის მე მჯერა იმის, რომ ადამიანებს, აი მე არ ვიცი, ძალიან ნერვიულობ. იყოს გავთიშოთ რა, იქით გადავიღოთ. ძალიან ემოციური ბავშვია და ვერიდები ხოლმე მასთან საუბარს, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს მეუბნება, რომ ძალიან რთული ამის მოსმენა ჩემთვის რა. აი მაგალითად ამასწინათ მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ დედა მე ცოტა უიღბლო რაღაცებში არ მიმართლებსო, მაგრამ ერთ რაღაცაშიო, მაგრა გამიმართლაო. რა შემეთქი და იმიტომ რომ შენ ხარო ჩემი დედიკო რა და მე ვიციო, მე არასდროს არ ვეუბნები ჩემს შვილს, რომ შენს გამო ვარ წასული, ანუ ამ სტრესს არ ვახვევ თავს, რომ აი შენს გამო წავედი, არა. მე ვიციო, რომ შენო ჩემს გამო ხარო მანდო წასულიო და ძალიან გამიმართლა, შენ რო ჩემი დედიკო ხარო. ჩემი ყველაფერი აბსოლუტურად რასაც ვაკეთებ, არის რა თქმა უნდა მისთვის. ერთადერთი мотиваცია არის ის ჩემთვის, რო არა ნიკოლოზი
ამ ყველაფერს მე ვერ გავაკეთებდი მართლა. ანუ ყველაფერი მისთვის არის დანარჩენი ვინც რა უნდა თქვას და ასე შემდეგ. So, ჩვენი ინტერვიუს დასასრულს. რაც ეთყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან გზის დასაწყისში და ეშინიათ პირველი ნაბიჯების გათქმას. კარგია მოისმინოთ რჩევა, აუცილებლად უნდა მოისმინოთ ყველა ადამიანის რჩევა, მით უმეტეს ზრდასრული ადამიანების, ვისაც მეტი აქვს გავლილი ან ცხოვრებაში და მეტი აქვს ნანახი, მოისმინეთ აუცილებლად, მაგრამ რაც შიგნით გწამთ და გჯერათ, რომ ეს გამოგივათ, ყოველთვის იმას მიყევით. პირველ რიგში გჯეროდეთ საკუთარი თავის, ღმერთის და დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია ცხოვრებაში და ყველაფერი გამოვა, დაისახონ მიზანი და ამისნისკენ დაიწყოთ ბრძოლა ბოლომდე. უბრალოდ გზად აუცილებლად უნდა დარჩნენ ღირსეულ ადამიანებად. თქვენს გასაკეთებელს ვერასდროს ვერავინ ვერ გააკეთებს. სად არის შენი სახლი? გამაღიზიანებელი იქნება ალბათ პასუხის გაცემა, რომ საქართველო. რა თქმა უნდა საქართველო, მაგრამ აქ რა მინდა მაშინ? ანუ ლოგიკურია, ხო? ამიტომ ეგ დედა ყველას უყვარს. დედა სამშობლო არის დედა, რა თქმა უნდა მიყვარს. მაგრამ სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი. აქ ვარ და არ ვიცი, სად არის ჩემი სახლი. ეს მამა რა, ამერიკა, ანუ მამაც გიყვარს და დედაც, რა ვქნა, ანუ ამ ქვეყანამ მომცა შესაძლებლობები, თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი, ეხლა აქეთ ჯერ ეხლა იწყება ყველაფერი და ვნახოთ. ძალიან დიდი მადლობა. გამოგვივიდა. მაგარი. დავამთავრეთ. ეხლა ბლიცის დროა და ვნახოთ აბარეები იქნება. თამია მომზადა კითხვები. გზაზე ქართული მუსიკა თუ უცხოური? ქართულს უსმენდი დაახშირად გზაზე. ну უცხოურიც რა თქმა უნდა, მაგრამ ქართული კაი საკაიფო სიმღერები. დღისით გზარობა თუ ღამით? ღამით უფრო ესეთია. სასიამოვნოა, გზა თავისუფალია და ღამით უფრო მიყვარდა. ბლოგერობა თუ ტრაილერის მძღოლობა? truck driver. ტრენერის მძღოლობა. ეს არის რეალური ტრაქერის პასუხი, რა თქმა უნდა. შემდეგი. ავტობანი თუ ქალაქის გზა? ავტობანი, რა თქმა უნდა, ქალაქის გზა. როგორც კი ქალაქის გზაზე შევდიოდი, ეგრევე გავსწორდებოდი. მაკანკალებდა. ყავა თუ ენერგეტიკული? ყავა, რა თქმა უნდა, ხამურ შორის ყავა, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ტრასაზე ხარ, ყველაფერი ყავა, ჩაი, ენერგეტიკული და ვაფშე ყველაფერი, მაგრამ ყავა. რეისი ზამთარში თუ ზაფხულში? რა თქმა უნდა, ზაფხულში. ზამთარში ძალიან რთულია მოკლედ და შემდეგი. TikTok-ი თუ Facebook-ი? Instagram-ი. მაგრამ ამ ორიდან TikTok-ი, იმიტომ რომ TikTok-ზე ვერთობით. მაინც ახალი სოა. შემდეგი. კაბა თუ ჯინსები? კაბა. თანაც მოკლე. კაბა. Porsche თუ ტრაილერი? ვაუ, ცალღადაობა. უკეთეს ვიტყვი. Porsche ტრაილერში. აუ, კაი რა, რანერი კითხვა. იყოს Porsche ტრაილერში. საქართველო თუ ამერიკა? როგორც კახელები იტყვიან, ორივე ნიცა. так, და ბოლო. ტრაილერის მძღოლი, ქალი თუ კაცი? არც ერთ პროფესიას არ გააჩნია სქესი და არსად არ წერია, რომ აქ ან ქალმა უნდა იმუშაოს, ან კაცმა. მე არ მახსენდება მსგავსი. კაცებს თავიანთი პლუსი აქვს, ქალბატონებს თავიანთი. რადგან ქალი ვარ, რა თქმა უნდა, ქალი. Всё, молча.